ახლოს ხართ ბიძინა ივანიშვილთან. ერთი ორჯერ ხელიც გვაქვს დაქნეული, ტელეფონზე რო ველაპარაკებოდი, შეიმეც დახმოვდა და ხშირად გირეკავდათ? ხშირად გირეკავდათ? ვეში ორჯერ სამჯერ. ბიძინა ივანიშვილს თავის ყოფილ მრჩეველთან ახლა მხოლოდ ეს ხედი აკავშირებს. სანდოკაცთან ყველანაირი კომუნიკაცია გაწყვიტა. ჩაჭრა ყველა გზა, დაასრულა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ადამიანთან, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა. გია ხუხაშვილი აქ, ამ შენობაში, ქართული ოცნების დამფუძნებლის კარზე გადაწყვეტილებების მიმღები პირი იყო. გამორჩეული გავლენების მქონე, როგორც ამბობდნენ, რუხი კარდინალი. მისი რჩევით ნიშნავდა ივანიშვილი პრეზიდენტებს, პრემიერებს, მინისტრებს ერთად დააკომპლექტეს გუნდი, რომელმაც 2012 წელს ნაციონალური ხელისუფლება დაამარცხა და მართვის სადავეები გადაიბარა. ბიძინა ივანიშვილმა წაიკითხა, როგორ ფიქრობთ? ხო, ყოველ შემთხვევაში თუ არ წაიკითხა, ყავს მომყოლები და მოუყვებოდნენ ბევრ საინტერესო რამეს რა. არ კითხულობს წიგნებს? არა, მუშაობა უყვარს საერთოდ, მაგრამ ეხა კითხვა უფრო უყვარს, როდესაც მისი მეუღლე კითხულობს და მერე უყვება მოკლე შინაარს რა. ივანიშვილის შუშის სასახლეში გატარებული დღეები და ბოლო 3 ათეული წელი. ხუხაშვილმა 314 გვერდიან წიგნში დაადია. ეს თითქოს არც მემუარებია და არც დოკუმენტური პროზა, მაგრამ ის კულისებიდან დანახული ჩვენთვის ნაცნობი ამბებითაა ასავსე. შიდა ინტრიგებით, გავლენებისთვის ბრძოლით, პირადი საუბრებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებზეც ამ ქვეყანაში ჩხუბობდნენ, კამათობდნენ და რომლის გამოც გუნდიდანაც მიდიოდნენ. არ უნდოდა რომ აი ესეთ საკვანძო მისთვის მნიშვნელოვან თანამდებობებზე პარტიული ტიპები დაენიშნოს. სხვას არავის არ იცნობდა. იმიტომ რომ არ უნდოდა რომ პარტია ზედმეტად გაეძლიერებინა, ან პარტიებს შორის ეჭვიანობა დაწყებულიყო. ერთ-ერთი ყავდა ქართუს ტიპები, ხო? ისტორიის ფრაგმენტებისგან აწყობილ წიგნს 3 მთავარი მოქმედი გმირიყავს. ბიძინა ივანიშვილი, ბადრი პატარკაციშვილი და ზურაბ ჟვანია. ხუხაშვილს უნდა ის სისტემური პრობლემები აჩვენოს ახალ თაობას და მომავალ პოლიტიკოსებს, რის გამოც ეს ქვეყანა ერთ წრეზე ტრიალებს. ამიტომ ვთვლი რომ ეს წიგნი უნდა დამეწერა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ აი ესეთი ეკლექტური პოლიტიკური გაერთიანებები დამღუპველია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ის ვერ მართავს ქვეყანას, ხო? იმიტომ რომ აი პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, შინაგანი წინააღმდეგობებით არის სავსე და ეს ძალიან საზიანოა სახელმწიფოს. ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი აღწერს, რა ხდებოდა ამ შუშის გალავანს მიღმა, როცა ივანიშვილს მობეზრდა მხოლოდ ფული და კეთილდღეობა ქონოდა და როცა გაუჩნდა ამბიცია, ქონოდა მთავარი ძალაუფლება. ნებთხოლ გაიცემთ ის ზარი, როდესაც გთხოვეს ივანიშვილთან შეხვედრა. ეგ ნაცნობი, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო უცნობი, ხო? ვიზეთ ვსაუბრობ, გასაგებია. აი ერთი სახელი დაგისახელეთ, ხო? უბრალოდ გადმომცა, ხო, ეხლა აქ არაფერი არ იყო ისეთი, გადმომცა, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ჩემი გაცნობა, ჩემთან შეხვედრა და მე დავთანხმდი. კიბეზე იყო ამჯერად რაღაცას უშხიტინებდა რა. მეგონა მუშა იყო ვიღაცა და ვკითხე როგორ შევიდე, უნდა მეკითხა უფრო სწორედ და რომ გამოიხედა და დამინახა, რომ მომესალმა მივხვდი რომ ეგ იყო რა. ამ დღის შემდეგ გახდა ხუხაშვილი ივანიშვილისთვის ნდობით აღჭურვილი პირი. ავტორი წიგნში აღწერს, როგორ შეერჩია ივანიშვილმა გუნდი პოლიტიკაში მოსვლამდე. თურმე 3 თვე მხოლოდ ტელევიზორს უყურებდა. აკვირდებოდა მოლაპარაკე ხალხს, ვინც მოეწონებოდა გასაუბრებაზე იბარებდა. ასე გამოცადა ყველა სიტუაციაში. ბიძინას ფული არ არის ერთადერთი მისი აქტივი, ხო? ეს სტარი წარმოდგენაა, რომ ეხა ფული რო აქვს, იმიტომ არის ეს. ესე არ არის სინამდვილეში. მას აქვს სერიოზული უნარები. მაგიდასთან ის ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ აი მედიაციას ძალიან ესეთი ოსტატურად ახდენდა, ის საკუთარ როლს ყოველთვის წარმოაჩენდა, როგორც ლიდერს, უპირობო ლიდერს, ხო? ამას აკეთებდა იმის, რომ ყველას დაენახა და რაღაცა სხვა ტიპის ილუზია ან ამბიცია არ გაჩენოდა. მაგრამ ამას აკეთებდა ყოველგვარი აი უხეში
მეთოდების გარეშე იმ ეტაპს. რატო ეგრეთ წოდებულ მატრახსაც ხო იყენებდა როგორც კი, მატრახსაც იყენებდა, როცა ესეთი, ესე რომ ვთქვათ, რეციდივები იქმნებოდა მაგიდასთან, ხო? ის ვერ იტანდა თავიდან, იმ პერიოდში ესეთი იყო, ის მერე შეიცვალა. მაგრამ იმ პერიოდში ესეთი იყო, ის ვერ იტანდა გაპრანჭვას მაგიდასთან. ივანიშვილისთვის ბევრი რამის ახსნა უჭირდათ. კარგად რომ გაიგო, მაგალითებით უყვებოდნენ ამბებს. ვაშლებით და მსხლის პრინციპით უხსნიდნენ სახელმწიფო მოწყობას და ინსტიტუციურ წესრიგს. აი კლასიკური გაგებით სახელმწიფო რა არის, ხო? თავისი ინსტიტუციური ბალანსები და ეს შემდეგ, როგორც შენდება დღეს ცივილიზებულ სამყაროში ქვეყნები. ხო, სადაც უკვე პიროვნებები კი არ მართავენ ქვეყნებს, სისტემები მართავენ. ხო და ეს არ ესმოდა და პრინციპში მისთვის არც იყო მას და მეც მისაღები, ჩვენ გქონდა მცდელობები, რომ ვაშლებით და მსხლებით აგვეხსნა ხოლმე ეს. და მე ნაკლებად, იმიტომ რომ მე თვითონ არა ვარ ამის დიდი პროფესიონალი, უსუფაშვილს და ასე შემდეგ. ხუხაშვილი წიგნში წერს, რომ ივანიშვილის პირველი პოლიტიკური სპეცოპერაცია სააკაშვილის და მერაბიშვილის დაპირისპირება იყო. 2011 წელს სააკაშვილის ხერხემლად შინაგან საქმეთა მინისტრი ითვლებოდა. ამიტომ შუშის სასახლეში ამ უწყების დასუსტება ჩაიფიქრეს. მოიგონეს და გაავრცელეს ჭორი, რომ მერაბიშვილი ივანიშვილთან იყო კავშირზე. მიშა ამას არ იჯერებდა, როდესაც დაუშვათ ჭორები მისდიოდა, ხო? ჩვენგან გენერირებული ხშირ შემთხვევაში, რომ ჩვენ ვითომ რაღაც მოლაპარაკებები გქონდა ვანოსთან და ასე შემდეგ. ბიზნესს გქონდა მოლაპარაკებები. ხო, და რაღაცა და ბიზნეს განცხადებებს აკეთებდა, რომ აი ვანო ჭკვიანი კაცია და რაღაცა, ხო? ეს აღიზიანებდა და თან თეორიაში მაინც უშვებდა, რომ თუ გამწვავდებოდა ვითარება, ვანო შეეძლო პროცესი გაეყიდა. და ნერვიულობდა, ეჭვიანობდა და მიიღო აი ამ ტიპის გადაწყვეტილება, ვანო კი არ გაუშვა, იმიტომ რომ არ იყო დარწმუნებული ხო არაფერში, არამედ დააწინაურა პრემიერ-მინისტრად გადაიყვანა და ჩვენი გათვლა ზუსტად ამაზე იყო, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ ვანოს მითოლოგია, ვანოს ძალა იყო მის დუმილში, ხო? აქ ვანოს გაშვება ეს იყო კატასტროფული შეცდომა მიშას. ვანო რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილიყო, ჩვენ კიდე ძალიან გაგვიჭირდებოდა, კიდე ბევრად მეტი პრობლემები გვექნებოდა. ამ პირველი გამარჯვების მიუხედავად იყო კიდევ ერთი გამოწვევა. ივანიშვილის კავშირები რუსეთთან. პრორუსი მმართველის არჩევაზე ხალხი არ წავიდოდა. ამიტომ დაიწყო მეორე სპეცოპერაცია. ბიძინა ივანიშვილის გვერდით ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი გამოჩნდნენ. ბიძინა როგორც კი დაჯდა ალასანიასთან და უსუფაშვილთან, ის არგუმენტი, რომ ბიძინა იყო პუტინის მსახური და ჩვენ ვართ მე ვარ პროდასავალი, ხო? უკვე რაღაცა თლათ ისე წელში გამოყვანილად ვეღარ გამოიყურებოდა, ხო? ასე რომ ეს იყო პირველი ტაქტიკური გამარჯვება შეიძლება ითქვას აი ამ პროცესში. პოლიტიკურ კულისებში მდგარი გია ხუხაშვილი მალე რწმუნდება, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა და როგორც ელოდება. ყველასთვის მოულოდნელად ივანიშვილმა მმართველობის ის მოდელი აირჩია, რომელიც თანამედროვეს საერთოდ არ გავდა. თითქოს ის აღიარებდა ადამიანის უფლებებს, მაგრამ ხელისუფალი უნდა ყოფილიყო დირექტორი ყველას და ყველაფრის. მოქალაქე კი დამოკიდებული ხდებოდა არა კანონზე, არამედ ივანიშვილის ნებასურველზე. ოცნების დამფუძნებელმა ირკვევა, რომ მაშინ პირდაპირ მოითხოვა მაქსიმალური კონტროლი ძალოვან სისტემასა და ფინანსურ ნაკადებზე. მე დავინახე, რომ თუ დაუშვათ ჩემი ამოცანა და ჩემი მეგობრების ამოცანა იყო სისტემის დემონტაჟი და ესე რომ ვთქვათ გახსნა, ხო? მომავლის ცივილიზებული ქვეყნის. მისი ამოცანა ეს არ იყო, როგორც ჩანს. მისი ამოცანა აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ის, რომ მიშას სისტემას კი არ ებრძოდა. აღმოჩნდა, რომ მისი პრობლემა იყო პირადად მიშა. თორე სისტემა ძალიანაც მოწონდა. ის თვლიდა, რომ მიშას ყავდა მერსედესი სისტემის სახით, რომელიც მას ძალიან უნდოდა, რომ ხელში ჩაეგდო, წაართვა მიშას ეს მერსედესი, დაჯდა თვითონ საჭესთან, ტარება თავიდან არ იცოდა და აპიპინებდა, რა ვუმ იძახდა და რაღაცებს აკეთებდა. რაღაც ეტაპზე მე რაღაც ეტაპიდან ტარებაც ისწავლა.
ასე გააგრძელა ივანიშვილმა ძველი ხელისუფლების მანკიერი ტრადიცია და 100 აქცია მის მოკავშირედ კაცი, რომელიც 4 დღის წინ შტატებმა დაასაქცირა. ხუხაშვილი გვიყვება, როგორ იქცა ლევან მურუსიძე ივანიშვილის დასაყრდენად. მან გააკეთა მურუსიძეზე არჩევანი ზუსტად იმიტომ, რომ ის იყო ყველაზე კომპრომეტირებული მოსამართლე იმ პერიოდისთვის, ის იყო სიმბოლო ანტიგმირი იმ ბრძოლისა, რომლის დროშაზე ჩვენ გირგვლიანი ვყავდა აღმართული, ხო, გირგვლიანის სახება. და ზუსტად იმიტომ გააკეთა, რომ ესეთი ადამიანი კომპრომეტირებული ძალიან ყველაზე ადვილად სამართავია და ყველაზე კარგი შემსრულებელია შენი დავალებების, ხო? საერთოდ ბიზნესთვის კომპრომატით მართვა ადამიანების ეს ერთ-ერთი ფუნდამენტურ ინსტრუმენტად იქცა. და დღემდე ესეა სხვათა შორის, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი კომპრომატის საფუძველზეა. ხო და უთხრავ, რომ შენი სული მე მიჭირავს ხელში. ეხლა მიდი და ადექი და როგორც გინდა დაალაგე სასამართლო, ისე რომ სასამართლო კლient მემსახურებოდეს. და მურუსიძემ ესე რომ ვთქვათ და დღემდე იცის მურუსიძემ რომ როგორც კი ბიზნეს დაცვა მოეხსნება, ხო, მეორე დღეს კოცონზე დაწოვენ პოლიტიკურად. ივანიშვილმა კოალიციაში შემავალ პარტიებს პოლიტიკური ამბიციები პარლამენტით დაუკმაყოფილა საპარლამენტო თანამდებობებით. ასე არ გაუშვა თინა ხიდაშელი გენერალურ პროკურორად. თურმე დიდხანს ფიქრობდა, ვინ უნდა ყოფილიყო მერაბიშვილის შემცვლელი. ყავდა 2 კანდიდატურა, გომელაური და ჩუბინიძე. მაგრამ იმ მომენტში ურჩიეს, რომ პირადი მცველის დანიშვნა მინისტრის პოსტზე კითხვებს გააჩენდა. რადგან მას ნდობით აღჭურვილი პირი მაინც და მაინც ბევრი არ ყავდა, ეხა პარტიულ ლიდერს ხო არ გაუშვებდა რომელიმეს აქ, ხო? და ყავდა ერთადერთი, რომელსაც დაავალებდა და შეუსრულებდა, გადმოყოლილი ქართული და ყავდა ღარიბაშვილი. სხვა არავინ არ ყავდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ესმოდა ღარიბაშვილის სისუსტეები, ხო? რა არის ის სისუსტეები? ღარიბაშვილის? თქვენ მივასწროთ, ძლიერი მხარე რა არის? არაფერი არ აქვს ამ ადამიანს ძლიერი. ის არის ესე რომ ვთქვათ ორი ფეხის, ორი ხელის და ერთი თავის მატარებელი ესე რომ ვთქვათ სისუსტე. თავიდან ფეხებამდე. უპირობოდ შემსრულებელი. ხო, უპირობოდ, უბრალოდ ბიზნესს დაავალებს შეასრულებს. თუმცა ყველა წვრილმანზეც არ აწუხებდა. ასე გავიგეთ თქვენ წიგნით. ხო, და როცა არ შეაწუხა, ყლაპოში ჩახტა, ხო, პირველი მცდელობაზე, ნუ იქ აღწერილი მაქვს იმ წიგნში, ხო? ხუხაშვილი გვიყვება, რომ ღარიბაშვილს ივანიშვილმა ილუზია შეუქმნა, რომ თავად მიიღებდა საკადრო გადაწყვეტილებებს. არადა ამ დროს ივანიშვილი მაშინდელი მინისტრის მადას და ამბიციებს ამოწმებდა. მოადგილებიდან ნაწილი ღარიბაშვილს თავად შეარჩევინეს. 2 ლაშა ნაცვლიშვილი და გელა ხვედელიძე ივანიშვილმა შეურჩია. ირკვევა, რომ ღარიბაშვილი ნაცვლიშვილს ვერ იტანდა. კონკურენტად აღიქვამდა და მთავარი ნაცვლიშვილს ივანიშვილთან პირადი კონტაქტები ჰქონდა. ამის გამო შინაგან საქმეთა მინისტრს ეჭვები ხრნიდა. ღარიბაშვილმა დაიჯერა, რომ ნაცვლიშვილი მის ადგილს უმიზნებდა და ამიტომ მისთვის ძირის გამოთხრის სპეცოპერაცია დაიწყო. პირდაპირ ეთერში გთავაზობ კიდევ ერთ ვიდეო მასალას, რომელიც ჩვენ ბრიუსელიდან მივიღეთ. პირველი დიდი ჩხუბი ქართული ოცნების რიგებში ციხის კადრების ავტორის ლადო ბედუკაძის გამო მოხდა. ივანიშვილის შეკვეთილში იყო, როცა ქვეყანაში დიდმა სკანდალმა იფეთქა. ბედუკაძე არჩილ-კბილაშვილმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განარითა. სასწრაფოდ შეკვეთილში თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი ჩავიდნენ. ივანიშვილი მაშინ ყველას უმტკიცებდა, რომ ეს ამბავი საერთოდ არ იცოდა. კი იყო ესეთი ეპიზოდი, არის ამბები, რომელსაც ვერ გაადარა. ბედუკაძესთან საპროცესო შეთანხმება სწორედ ასეთი იყო. ასეთი იყო 2 მიზეზით. პირველი, იმიტომ რომ მორალურად, ადამიანურად ეს იყო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და მეორე, რაც ყველაზე მთავარია, მას ისე დანაშაულში ედებოდა ბრალი, რომელიც სამართლებრივად არ ექვემდებარება მსგავსი ტიპის შეთანხმებებს და რაღაცა პატიებებს. ხორცის მანქანაში გავატარეთ შეიძლება ითქვა საჩიკო კბილაშვილი. უბრალოდ აქ იყო ერთი ეპიზოდი ის, რომ არჩილმა თქვა, რომ მე ღარიბაშვილთან მქონდა შეთანხმებულიო და ღარიბაშვილმა ეს უარყო. ეს არის რათვისებაა, რომ ესე რომ ვთქვათ, ადამიანები ძალიან ადვილად ახუცავენ, ანუ პასუხისმგებლობის არიდების მიზნით ახუცავენ ხელს ერთმანეთს. ესეთია დღეს სისტემა. ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი კი არის მარტო ესეთი. ეხა იქ ვინც არის ყველა ესეთი.
ხუხაშვილი, რომელმაც კარგად იცის, როდის და რა არის ხალხის დაკვეთა, ახლა ამბობს, რომ ივანიშვილის შეცვლის ერთადერთი რესურსი გახარიას პარტიის და ლელოს გაერთიანება. ტაქტიკური ამოცანა იმისა, რომ ქვეყანა გავიყვანოთ ნორმალური განვითარების გზაზე, ხო? დავაბრუნოთ უпроსწორად და ამ ამოცანის შესრულება თუ ორივეს ამოცანა კეთილიანება უნდა დაждდენ და ერთად იღვაწონ ამისთვის, ხო? და ეხა პირადი პრობლემები სხვაგან არჩიონ. ორივე ამბობს თავის რიტორიკით, რომ დასავლეთია, რომ ესე ვთქვათ, ევროატლანტიკური სივრცეა, რომ მართლმსაჯულების რეფორმაა საჭირო, ანუ პრინციპში მათ რიტორიკაში და მათ პოლიტიკურ მიზნებში და ამოცანებში განსხვავებას ვერ ხედავ. წიგნის ავტორი ცდილობს ისე მოყვეს ჩვენს უახლეს ისტორიაში, მომხდარი ამბები, რომ დაიცვას ეთიკურობა და დაიცვას ბალანსიც, მაგრამ ვერ მალავს, რომ სახელმწიფო ინტერესები ამ ქვეყანაში ეწირება კონკრეტული პირების ამბიციებს და ამპარტავნებას. ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან მე ვხედავ, რომ ბიძინა ყველაფერზე უარით. მე რომ მეუბნებიან ეხლა და თქვენც გაგიშლე რატო წამოვედი და წამოვედი. მე კი არ წამოვედი, ბიძინა წავიდა.